გამარჯობა, მე ვარ შმაგი სამხარაძე და ეს არის პროპაგანდის წინააღმდეგ მეორე ეპიზოდი მის ფინეზე. მეგობრებო, სანამ დღევანდელ თემებზე გადავიდოდეთ, მოდით ეს კარდი ვნახოთ. რუსეთის პრეზიდენტის პრესდივანი დმიტრი პესკოვი ამბობს, რომ რუსეთი სწრაფად კარგავს პროპაგანდის გავრცელების ინსტრუმენტებს, განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში. სიმართლე გითხრათ, ცოტა ნერვიულობ კიდეც. სულ ახლახან დავიწყე გადაცემა, მეორე ეპიზოდია. თუ ასე მალე დაიხურა რუსული პროპაგანდა, შეიძლება საერთოდაც უმუშევარი დავრჩე. დავიწყოთ. ირაკლი კობახიძე მიულოცა ირანის ახალ სულიერ ლიდერს, აიათოლა მოჯტაბა ხამენეის არჩევა. როგორც ხშირად ხდება, ამას მალევე მოხვა რეაქცია ქართული ოცნების მხარდამჭერების მხრიდან. ბევრმა მათგანმა დაიწყო იმის განმეორება, რომ ეს თითქოს და სრულიად გონივრული და სწორი გადაწყვეტილება იყო. საყურადღებოა ერთი დეტალი. პროპაგანდისტები კვლავ იყენებენ ტერმინს უსამშობლო. მოვიყვან ორ მაგალითს. პირველი, ბაჩო ოდიშარიას პოსტი. ამას უზრუნველყოფს ხელისუფლება და ამას ებრძვიან გამალებით უსამშობლოები. მეორე, გია აბაშიძე, ნაცსექტანტური ნარატივებით დატუმბული უსამშობლოები. სხვათა შორის ეს საკმაოდ ცნობილი პროპაგანდისტული მეთოდია. ჯერ კიდევ 1930-იან წლებში ამერიკაში არსებობდა ორგანიზაცია, რომელსაც ერქვა პროპაგანდის ანალიზის ინსტიტუტი. ამ ინსტიტუტმა აღწერა პროპაგანდის 7 კლასიკური ტექნიკა. ერთ-ერთ მათგანს ეწოდება იარლიხის მიწებება, როცა ოპონენტს აკრავენ ნეგატიურ იარლიხს, უსამშობლო, მოღალატე, აგენტები. მეთოდის მიზანი ძალიან მარტივია. თუ ადამიანი გამოცხადდება უცხოდ ან უსამშობლოდ, მაშინ მისი აზრის განხილვა საერთოდ აღარ არის საჭირო. ეს მეთოდი არ არის ახალი. საბჭოთა კავშირში სტალინის ეპოქაში არსებობდა ტერმინი უსამშობლო კოსმოპოლიტები. ასე მოიხსენიებდნენ ინტელექტუალებს, მეცნიერებსა და მწერლებს, რომლებსაც ადანაშაულებდნენ დასავლეთის მიმართ სიმპათიებში. ეს იყო პოლიტიკური იარლიყი, რომელიც კრიტიკოსების დისკრედიტაციას ემსახურებოდა. ახლა კი დავუბრუნდეთ თავად საკითხს. ირანის ახალი სულიერი ლიდერის არჩევის შემდეგ საჯარო მილოცვები სულ რამდენიმე ქვეყნისგან მოვისმინეთ. ესენია რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ერაყი, ომანი, ვენესუელა, სირია და საქართველო. ჩინეთსაც კი, რომელიც ირანის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია, მსგავსი საჯარო მილოცვა არ გაუკეთებია. ამიტომ ხდება ბუნებრივი კითხვა, რამდენად აუცილებელი იყო საქართველოს მხრიდან ასეთი სწრაფი და საჯარო მილოცვა. მით უმეტეს, რომ საქართველო თავად აცხადებს ევროპულ ინტეგრაციას როგორც მთავარ საგარეო პოლიტიკურ მიზანს. მაგრამ ევროპული პოლიტიკაც რომ გვერდზე გადავდოთ, არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი – ისტორიული მეხსიერება. საქართველო და ირანი საუკუნეების განმავლობაში რთულ ურთიერთობაში იყვნენ. მე-17 საუკუნეში სპარსეთის შაჰებმა 10,000-ობით ქართველი იძულებით გადაასახლეს ირანში. მრავალი ადამიანი მონობაში აღმოჩნდა, აღმოსავლეთ საქართველო დაიცალა. ამიტომ ამ საკითხზე შეიძლება არსებობდეს სრულიად განსხვავებული აზრები, დიპლომატიური გათვლები, ისტორიული გამოცდილება, პოლიტიკური შეფასებები, მაგრამ ამის ნაცვლად ზოგიერთმა აირჩია ყველაზე მარტივი გზა, ყველას, ვინც არ ეთანხმება, უწოდოს უსამშობლო. და სწორედ ეს არის პროპაგანდის კლასიკური ხერხი. როდესაც არგუმენტების უსწრება, იწყება იარლიყების მიწებება. ახლა კი მოусმინოთ, რას ამბობენ პროპაგანდისტები. მათი თქმით, ირანში მიმდინარე მოვლენების მთავარი გამარჯვებული ისევ ვლადიმერ პუტინია. მოდი ვნახოთ ეს ვიდეო. მაგარი მადლობელი შეიძლება აღმოჩნდეს ტრამპისა ვლადიმერ პუტინი. მიუხედავად იმისა, რომ დარტყმა გაკეთდა მის პარტნიორზე, თითქოს და არის კიდეც პროპაგანდისტებში ეს გინება ამერიკის რო მოასუფთავა რუსეთის პარტნიორების ველი, მეორე მხრივ რუსეთის ეკონომიკას სიტუაციურად ძალიან ეხმარება კი. ლოგიკა მარტივია. თუ რეგიონში დაძაბულობა იზრდება და ნატოვის ფასი მოიმატებს, მაშინ თითქოს და რუსეთი ავტომატურად იგებს. მოდით ჯერ ეკონომიკურ ნაწილს შევხედოთ. ამერიკამ და მისმა პარტნიორებმა განაცხადეს, რომ მზად არიან გამოიყენონ სტრატეგიული ნავთობის რეზერვები. საუბარია დაახლოებით 400 მილიონ ბარელზე. ასეთი ნაბიჯი ჩვეულებრივ მაშინ გამოიყენება, როცა ბაზარზე ფასების მკვეთრი ზრდის შეჩერება სურთ. ამერიკამ რუსულ ნავთობზე სანქციებთან დაკავშირებით დროებითი ერთთვიანი გამონაკლისი დაუშვა, რომელიც მხოლოდ უკვე ტრანზიტში მყოფ ნავთობზე ვრცელდება. ვაშინგტონის განცხადებით, ეს ნაბიჯი ენერგეტიკული ბაზრის სტაბილურობისთვისაა და
რუსეთისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ სარგებელს არ მოიტანს. ამავდროულად დასავლეთის ლიდერები აცხადებენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ძირითადი პოლიტიკა უცვლელი რჩება. ახლა კი პოლიტიკურ მხარეს შევხედოთ. რუსეთი და ირანი სტრატეგიული პარტნიორები არიან და რას ვხედავთ დღეს? ირანის რეჟიმი მძიმე დარტყმის ქვეშაა. ქვეყნის ბირთვული პროგრამა დაზიანდა, რეგიონში მისი გავლენა სუსტდება და ამ ყველაფერს ზოგი მაინც პუტინის გამარჯვებას უწოდებს. სხვათა შორის ეს საერთოდაც არ არის ახალი მეთოდი. რუსულ პროპაგანდაში ხშირად გამოიყენება ფრაზა პუტინის მრავალსვლიანი კომბინაცია, ეგრეთ წოდებული მნაგახადოვოჩკა. იდეა თითქოს პუტინს ყველაფერი წინასწარ აქვს გათვლილი და ნებისმიერი კრიზისის სინამდვილეში მისი გენიალური გეგმის ნაწილია. მაგალითად, როცა 2014 წელს რუსეთის წინააღმდეგ მძიმე სანქციები დაწესდა, რუსული პროპაგანდა ამას პუტინის გამარჯვებად აცხადებდა და ამტკიცებდა, რომ ეს გენიალური გეოპოლიტიკური სვლა იყო. ახლა კი თუ ამ ლოგიკას ბოლომდე მივყვებით, სხვა გამარჯვებებიც უნდა გავიხსენოთ. პუტინის მმართველობის პერიოდში დესერთედან უკვე 3 ქვეყანა გავიდა. ესეც პუტინის გამარჯვებაა. ერთ დროს 9 მაისის აღლუმზე მოსკოვში ათეულობით მსოფლიო ლიდერი ჩადიოდა. დღეს კი იქ მხოლოდ რამდენიმე მოკავშირე თუ ჩნდება. ესეც პუტინის დიდი გამარჯვებაა. პეტრე პირველმა და სტალინმა ბალტიის ზღვის რეგიონში შექმნეს უსაფრთხოების ბუფერი, რათა ჩრდილოეთიდან დაეცვათ რუსეთი. პუტინის მმართველობის დროს კი მოხდა ზუსტად საპირისპირო. ბალტიის ზღვა პრაქტიკულად ნატოს შიდა ტბად იქცა. ნატოში გაწევრიანდნენ ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, ფინეთი და შვედეთი. და ესეც სავარაუდოდ პუტინის დიდი გამარჯვებაა. რუსეთი გააძევეს დიდი რვიანიდან, ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციაში აღმოჩნდა და დაკარგა ევროპის უმსხვილესი ენერგეტიკული ბაზარი. და ესეც თურმე გამარჯვებაა. დაეცა სადამ ჰუსეინის, მუამარ კადაფის, ბაშარ ასადის და იანუკოვიჩის რეჟიმები და თუ ამ ყველაფერსაც პუტინის გამარჯვებად გამოვაცხადებთ, მაშინ ალბათ მომავალიც მარტივად შეგვიძლია ვიცინასწარ მეტყოლოთ. როცა ხვალ კუბაში, ჩრდილოეთ კორეაში და ბელარუსში რეჟიმები დასრულდება, ესეც პუტინის მორიგი გამარჯვება იქნება. და თუ ოდესმე თავად რუსეთშიც დასრულდა ეს სისტემა, ალბათ მაშინაც გვეტყვიან, რომ გამარჯვებული ისევ ვლადიმერ პუტინია. გადავიდეთ შემდეგ საკითხზე. მოდით ვნახოთ, როგორ მუშაობს თანამედროვე დეზინფორმაცია. ტრამპმა დააპატიმრა სოროსი და მისი შვილი გაიქცა დუბაიში. რატო დუბაიში? რა დუბაიში ტრამპს ხელი არ მიუწვდება? როგორ არ მეუწვდება? და რა ხდება, რატო დუბაიში რატო გაიქცა ეს? ეთყობ რაღაცა გარანტიები აქვს, ხო რახან იქ წავიდა და აი ხედავთ ღმერთი როგორი მაღალია. ინტერნეტში გავრცელდა ტექსტი, სადაც წერენ თითქოს და ჯორჯ სოროსი დაპატიმრებულია. მისი შვილი ალექსანდრე სოროსი კი დუბაიში გაიქცა. ამ ტექსტში ერთ კონკრეტულ დეტალზე ამახვილებენ ყურადღებას. წერენ თითქოს და ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას 14-291. მოდით გადავამოწმოთ. ამერიკაში ყველა პრეზიდენტის ბრძანება ოფიციალურად ქვეყნდება სახელმწიფო რეესტრში. როგორც ირკვევა, ბრძანება 14-291 ნამდვილად არსებობს, მაგრამ იგი ხელმოწერილია 2025 წლის 1 მაისს და მისი სათაურია რელიგიური თავისუფლების კომისიის შექმნა. ამ დოკუმენტში საერთოდ არ არის ნახსენები სოროსი, გაქცევა, აქტივების გაყინვა ან რაიმე დაპატიმრება. ახლა გადავიდეთ მეორე მტკიცებაზე. ტექსტში წერენ, თითქოს სოროსის სახლს ალყა შემოარტყეს, 47 ფედერალური აგენტი, 12 ჯავშან მანქანა და ერთი ვერტფრენი დაფრინავდა ზემოდან. ასეთი ოპერაცია მართლაც რომ ჩატარებულიყო, ამის შესახებ აუცილებლად იქნებოდა ინფორმაცია იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებაში, FBI-ის ოფიციალურ ინფორმაციაში, ან კიდე ფედერალური სასამართლოს ბაზებში, მაგრამ ასეთი ინფორმაცია საერთოდ არ არსებობს. ახლა კი მესამე მტკიცება. ტექსტში წერენ, თითქოს და სოროსის შვილი, ალექსანდრე სოროსი ღამის 3 საათზე და 22 წუთზე გაფრინდა ტეტერბოროს აეროპორტიდან დუბაიში. არც ასეთი რეისი დასტურდება და არც რაიმე გამოძიება მიმდინარეობს მის წინააღმდეგ. ანუ, თუ გადავამოწმებთ ამ ტექსტის კონკრეტულ დეტალებს, პრეზიდენტის ბრძანებას, ფედერალურ ოპერაციას და შვილის გაქცევას არც ერთი მათგანი არ დასტურდება. აი ასე ვრცელდება ვირუსული დეზინფორმაცია სხვადასხვა ენაზე და ქვეყნებში. გაგიკვირდებათ და არც ეს მეთოდია ახალი.
ცივი ომის დროს საბჭოთა სპეცსამსახურები ატარებდნენ დეზინფორმაციის ოპერაციებს მთელს მსოფლიოში. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იყო ოპერაცია ინფექცია. ოპერაცია მიზნად ისახავდა ჭორის გავრცელებას, თითქოს და შიცის ვირუსი შექმნეს ამერიკელმა სამხედროებმა როგორც ბიოლოგიური იარაღი. პირველი ასეთი სტატია გამოვიდა 1983 წლის 17 ივლისს ინდუეთის ერთ-ერთ გაზეთში. სტატიაში ამტკიცებდნენ, რომ ვირუსი შეიქმნა ამერიკულ სამხედრო ლაბორატორიაში. ამის შემდეგ ეს სტატია სწრაფად მოედო მთელ მსოფლიოს. ჯერ აიტაცეს გამოცემებმა ინდუეთში, აფრიკაში და ლათინურ ამერიკაში. ბოლოს კი, რა თქმა უნდა, საბჭოთა მედიამ. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს იყო კგბ-ს დეზინფორმაციის ოპერაცია. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთის საგარეო დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი ევგენი პრიმაკოვი ადასტურებდა, რომ საბჭოთა სპეცსამსახურები მართლაც ატარებდნენ მსგავს დეზინფორმაციულ კამპანიებს. ორივე შემთხვევაში თანამედროვე ფეიქშიც და ცივი ომის ოპერაციაშიც მუშაობს ერთი და იგივე მექანიზმი. პირველი იქმნება სენსაციური ამბავი, მეორე ემატება დეტალები, რომლებიც დამაჯერებლად ჟღერს. მესამე ამბავი ვრცელდება სხვადასხვა ქვეყნებსა და ენებზე. მეოთხე, ბოლოს კი ბევრი ადამიანი იწყებს მის საქმას როგორც ფაქტს. გადავიდეთ შემდეგზე. სოციალურ ქსელებში ავრცელებენ ვიდეოს წარწერით თითქოს და ესპანეთში ებრაელებს რესტორნიდან ყრიან. მოდით გადავამოწმოთ. ირკვევა, რომ ეს ვიდეო გადაღებულია 2025 წელს ივლისში ესპანეთის ქალაქ ვიგოში. ადამიანი, რომელიც ტურისტებს რესტორნიდან აგდებს, არის რესტორნის მფლობელი სამირ სლიმი, ლიბანელი მიგრანტი. მოდით მოусმინოთ, რას იძახის ვიდეოში. لبيك يا نصر الله لبيك يا نصر الله فورا فورا ლაბაიკა ნასრალა ეს არის ლოზუნგი, რომელსაც ჰეზბოლას მხარდამჭერები იყენებენ, რითაც ამტკიცებენ ერთგულებას ჰეზბოლას ლიდერის ჰასან ნასრალას მიმართ, რომელიც 2024 წელს მოკლეს. ებრაელების და ისრაელის ლანძღვის გარდა პროპაგანდა აქტიურად საუბრობს ირანის სიძლიერეზე. ნახოთ ეს ვიდეო. მე გუში მქონდა საუბარი თურქეთის ექს-ადმირალთან, ეხა პენსიაზეა ეს ადამიანი, საკმაოდ ისეთ ჭკვიანი კაცი, გვარსაც გავიხსენებდა პეტყვი. ალბათ თუ ახლო ესანში მასთან ჩართვას გავაკეთებ. მან თქვა, რომ აბსოლუტურად ნოლამდე არის განადგურებული მთელი ამერიკული ბაზები ამ სპარსეთის ყურის ქვეყნებში. რასაც ჩვენ არ გვეუბნებიან და ამ ინფორმაციას არ ავრცელებენ. ამერიკის შეერთებულ შტატებს რეგიონში აქვს დიდი სამხედრო ბაზების ქსელი. ყატარში, ბაჰრეინში, ქუვეითში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, საუდის არაბეთში, ერაყსა და იორდანიაში. ირანის მხრიდან მართლაც იყო სარაკეტო და დრონებით შეტევები, მაგრამ არც ერთი სანდო საერთაშორისო წყარო არ ადასტურებს, რომ ამერიკული ბაზები განადგურდა. ბაზები აგრძელებს მუშაობას. წარმოიდგინეთ, მართლაც რომ მომხდარიყო ამერიკული ბაზების მასობრივი განადგურება. ეს ხო მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენა იქნებოდა და უკლებლივ ყველა წამყვანი მედიის მთავარი სიახლე. ბოლოსთვის შემოვინახეთ ტრადიციულად უცვლელი საკითხი. მოდით ნახოთ ეს ვიდეო. ამიტომ უკვე კარგა ხანია ეკონომისტები ლაპარაკობენ იმაზე, რომ დოლარი ითვლის თავისი არსებობის ბოლო წლებს, არა უკვე ამ პროცესში ვართ, ხო, რომ რუსეთის სასარგებლოდ მიდის ეს პროცესები. მე რა ვიცი, ხა მე კი ვარ პოლიტოლოგი, მაგრამ ყოველთვის ვამბობ, რომ მაინდა-მაინც სოკრატე და ის არ უნდა იყო, რომ ეს შედეგი გაგეთვალა, ხო? ანუ რაღაცნაირად აღმოჩნდა, რომ რუსეთის პრეზიდენტი დღეს არის ყველაზე უფრო ადეკვატური. ანტირუსული რიტორიკა, რომ ყველაფერში არიან დამნაშავე რუსები. და რუსები არ არის, რუსები არიან ჩვეულებრივად საერთაშორისო ურთიერთობების რუსები ომს არ აწარმოებენ სუბიექტები, ხო. ხო აღმოჩნდა. ხომ არის დრო, რომ რუსეთთან ჩვენი დიალოგი მოხდეს ყოველგვარი რაღაც წინაპირობების გარეშე. რა თქმა უნდა, რუსეთთან დიალოგი არის აუცილებელი. პოლიტოლოგი და პროფესორი ქალბატონი გვიმტკიცებს, რომ მსოფლიო წესრიგი ინგრევა. თითქოს და დოლარის ეპოქა მალე დასრულდება და დასავლეთი დასუსტებულია. შემდეგ კი ამ დასწვნიდან გამოყავს მთავარი პოლიტიკური გზავნილი, რომ საქართველომ უნდა დაიწყოს დიალოგი რუსეთთან. სინამდვილეში ასეთი პროგნოზები აწლეულებია ისმის. საბჭოთა პროპაგანდა ჯერ კიდევ 1970-ან 80-იან წლებში ამტკიცებდა, რომ დოლარის სისტემა მალე დაიშლებოდა და დასავლეთი ეკონომიკურ კრიზისს ვერ გადაიტანდა. მაგრამ
საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს, ხოლო დოლარი დღემდე რჩება მსოფლიო ეკონომიკის მთავარ სარეზერვო ვალუტად. პროპაგანდის მიზანი არ არის რეალობის აღწერა. მისი მიზანია საზოგადოებას შეუქმნა შთაბეჭდილება თითქოს დასავლეთის სუსტება და ამიტომ საქართველომ რუსეთთან შერიგება უნდა დაიწყოს. არაფერი იცვლება. ეს იყო მეორე ეპიზოდი. გმადლობთ რომ გვიყურებთ, გამოიწერეთ არხი და გაუზიარეთ მეგობრებს. შეხვდებით შემდეგ ორ შაბათს მის მინესზე.